თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად თოვს. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური გზები. კოჯრის, წყნეთის, წავკისის და წყნეთის დასახლებები, ასევე ბეთანიისა და პანტიანის გზაზე იყრება ტექნიკური მარილი. ამინდის პროგნოზის მიხედვით შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება. მერია მოუწოდებს მოსახლეობას უხვინალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. თუშით საღამოს 10 საათიდან თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე დაიწყო ინტენსიური თოვა, რომელიც განუწყვეტლად გრძელდება ეხლა ამ წუთისთვისაც. კიდევ 15 საათის განმავლობაში ითოვებს იგივე ინტენსივობით, როგორც ეხლა თოვს. თბილისის მერიის ყველა სამსახური, ასევე შესაბამისი რაიონის გამგეობები, სადაც ნალექი მოვიდა, ჩართულები არიან თბილისური ჯგუფთან ერთად სალიკვიდაციო სამუშაოებში. ყველა ცენტრალური გზა, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება, არის გაწმენდილი. მოსახლეობას შეუძლია უსაფრთხოდ გადაადგილდეს გზებზე. იგივე რეჟიმში დარჩებიან ყველა ჩვენი თანამშრომელი და ასევე მძიმე ტექნიკა, ეხლა 20-მდე მძიმე ტექნიკაა ჩართული ამ ოპერაციაში და მანამ სანამ ყველა გზა არ იქნება იდეალურად გასუფთავებული და გაწმენდილი.